სალამი, მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ბიბლიურ კითხვები და პასუხებს, რომლებიც ჩაწერილი იქნა 2020 წლის 9 თებერვალს. ეს იქნება 71 ნაწილი. შემდეგ კითხვას კამერონისვას, რომელიც ცოტა რთულად იყო, მე შევეცადე რომ გამეცხრილა და უფრო დამემოკლებინა და თვით ჯონ მაკარტურიც დამეხმარა ამაში, იმიტომ რომ მან უფრო რაღაც თავის შთაბეჭდილებები გადმოცა და კითხვა გამოკვეთილი არ იყო. მაგრამ ესე ჩამოვაყალიბე, ნიკეის კრება გვანახებს, რომ ქრისტიანობაში ერესი იყო. როგორ გადაურჩა ჭეშმარიტება მაგ პერიოდს. გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე ქვია კამერონი. გამარჯობა კამერონ. უბრალოდ მაინტერესებს, როდესაც ქრისტიანი ვიყავი დაახლოებით 1 ან 2 წლის წინ, მე ამისთვის სერიოზულად არ მივიქცევია ყურადღება. საქმე ეხება ნიკეის კრების შედეგებს და ასევე იმ წინა კრებების შედეგებს, რომლებიც მანამდე შედგა და ამას ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ მოციქულთა საქმეებშიც. შეგიძლიათ მოკლედ მოგიყვეთ თუ როგორ გადაურჩა სახარება ყველა ამ დაპირისპირებას. ჯონ მაკარტური ისაუბრებს იმაზე, რომ 325 წელს ჩატარდა კრება, რომელიც ცდილობდა ჭეშმარიტების გარკვევას, რომელიც მეც რაც გადავხედე 2 თვე ნახევარი გაგრძელდა, თვითონ კონსტანტინე ესწრებოდა ამ კრებას შიგადაშიგ. და მოციქულების დროიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ ყველანაირი ერესი იყო უკვე შესული ქრისტეს სწავლებაში. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ადრეული ეკლესიის მამებს და ჩვენ შეგიძლიათ წავიკითხოთ ყველა ამ ტიპის გადაცდომის შესახებ. ასე რომ ნიკეის კრება ცდილობდა დასკვნების გამოტანას ჭეშმარიტების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი კითხვა ის იყო, რომ სახარებისეულ სწავლებაში კორუფცია იყო შესული. ანუ გამრუდებული იყო, ხო, შეზავებული ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას, ხო? ძირითადი საკითხი აქ იყო ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ და ამ კრების შედეგით დიდი დრო არ გასულა, ხო, ამ კრების შემდეგ, რომ შემდეგ სხვა კრებებიც დაინიშნა. ასევე იყო მანამდე როგორც აღნიშნეთ კრებები, რომ მას შემდეგაც კრებებზე ჭეშმარიტების დასადგენად ბრძოლა გაიმართა. ძალიან დიდი დაპირისპირებები იყო და ბევრი განდგომილება იყო და ბევრი პოლიტიკური აჟიოტაჟიც მოხდა. და ამან დაახლოებით 500 წლიდან რეფორმაციამდე სიბნელის პერიოდი გამოიწვია. წარმოიდგინეთ, თითქმის 1000 წელი ხო სიბნელეში, სადღაც მე-12-13 საუკუნეში იწყება უკვე რაღაცა გამოღვიძება, ერთ-ერთი ნათელი პიროვნება იქნება იან ჰუსი, მაგრამ შემდეგ უკვე იცით მარტინ ლუთერი, ასევე ინგლისში ბიბლიას თარგმნიან და ტინდელი ვიკფილდი, ხო? ყველანი ესენი საფუძველს უდებენ უკვე გამოღვიძებას და რეფორმაციამდე მიდის ეს ყველაფერი. რომის კათოლიკური სისტემა, რომელიც 300-იან წლებში დაიწყო, ხო? მე-4 საუკუნე ესე, როცა ეს როდესაც კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ ყველა ავტომატურად ქრისტიანი გამხდარიყო. ნათლობით, ყველა მოინათლა, ყველა ჩვილი უნდა მონათლულიყო, ყველა ქრისტიანი უნდა გამხდარიყო. ფაქტობრივად ამან ქრისტიანობას ჩამოართვა თავისი არსი და რეალობა და ეს ერთ დიდ თეატრალურ ცერემონიად გადაიქცა. საბოლოოდ 1054 წელს აღმოსავლეთი და დასავლეთიც გაიყვნენ. აღმოსავლეთში ბერძენი მართლმადიდებლები დარჩნენ, დასავლეთში კი რომის კათოლიკეები. მაგრამ ვფიქრობ, კამერონის თავარი კითხვა და ძალიან კაი კითხვა, სად იყო ჭეშმარიტება ამდენი ხნის საუკუნის განმავლობაში? სად იყო ჭეშმარიტება ამდენი წლების განმავლობაში? ისტორიულად ამაზე პასუხი არსებობს. ჭეშმარიტება ადრეული ეკლესიის მამებში შეიძლება რომ მოიწემნოს. და გეტყვით, რომ არსებობს ახალი წიგნი, რომელიც ნათან ბუზენიცმა და ეს ნათან ბუზენიცი ახლა რომელიც ერთ-ერთი მთავარი პასტორი არის ჯონ მაკარტურის გარდაცვალების შემდეგ და რომელსაც მიყავს დღეს ქადაგებები. რომელმაც წიგნი დაწერა, ესე იგი 2020 წელს დაუწერია მას წიგნი და მე მოვიძიე და დაგიდევი თქვენ თავფურცელად, შეგეძლიათ მონახოთ. და მაიქს ეკითხება ჯონ მაკარტური გახსოვთ ხომ? ამ წიგნს ქვია დიდი ხნით ადრე ლუთერამდე. ან ლუთერამდე დიდი ხნით ადრე, შეიძლება ესეც გადავთარგმნოთ, ხო? დიახ, ეს შესანიშნავი ძალიან სათაურია და რასაც ნათანი ამ წიგნში აჩვენებს, რეფორმაციამდე დიდი ხნით ადრე. სახარება ჯერ კიდევ სწამდათ და ჭეშმარიტი ეკლესია ჯერ კიდევ ლუთერამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. რადგან ეს არის საკითხი რომის კათოლიკურ ეკლესიასა და აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური კამათით. და მართლა ძალიან საინტერესო იქნება წიგნი და ალბათ მეც შევიძენ ამ წიგნს აუცილებლად. და პოლიტიკური კამათით საშინელი იყო
ეს. და აქ გაქვთ თქვენ ზუსტად წმინდანების განვითარება, სასულიერო პირობისთვის ქორწინების აკრძალვის კანონი და ყველა ესეთი რამე. და თუ გადახედავთ ნიკეის კრებას, ქართულად არის შეტანილი, იქ მიხვდებით, თუ როგორ ეკრძალებოდა საჭურის, როგორ ეკრძალებოდა ქალის ყოლა და ყველაფერი ესენი საფუძველი ნელ-ნელა ედება ამ იმებს. და მთლიანად აუკრძალეს კათოლიკებს იცით ხომ სელიბასის კანონი. მართლმადიდებლმა დაიტოვეს ნახევარი ნახევარზე. თეთრი და შავ სამღვდელობას რო უძახიან. და ჯონ მაკარტური აგრძელებს და ყველა ვიცით რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებლობა და რომის კათოლიციზმი მიაქცეთ ყურადღება ეს ორივე ქრისტიანობის განდგომილი ფორმაა. მაგრამ ლუთერამდე დიდი ხნით ადრე ჭეშმარიტი სახარება არსებობდა და მისი კვალი შეგიძლიათ ამ წლების განმავლობაში დაინახოთ. უფალს ყოველთვის ჰყავდა თავისი ერთგული ხალხი, ასე რომ შეიძინეთ ეს წიგნი დიდი ხნით ადრე ლუთერამდე. დიდი მადლობა ყველას და მე დავამატებდი უბრალოდ რომ ზუსტად აი ამას თქვენ თუ მოусმენთ ახლა ხო ძალიან ბევრ რა ქვია მართლმადიდებლებს ზუსტად ამითი სპეკულირებენ ისინი. აი ამ ადრეული მამებით. და აქ შეიძლება მართლა ადამიანები დაიბნენ, იმიტომ რომ ზუსტად პროტესტანტებიც აღიარებენ, კათოლიკეები აღიარებენ, მაგრამ მერე რო გაყვებით უკვე, ნახეთ როგორ იწყება, ხო, მერე ჩვენები ახლა ასურელი მამები და მართლმადიდებლობა როგორ იმას აქნა განვითარდა, რო გაყვებით და ნაყოფებით იცნობ დღეს. თორე სათავეში რა თქმა უნდა ყველა აღიარებს. მაგრამ რო დაიწყეს უკვე რომ წიგნი ბიბლია იცით რა არის მთლიანი ავტორიტეტი არ არის ეს გადმოცემები დაემატა ერთმანეთს ტრადიცია ეკლესიის გამოცდილება იმათ თავისი ჰქონდათ მართლმადიდებლების თავისი და ესე დაშორდნენ ერთმანეთს ხო იმათმა რომის ერთი პაპი დაიტოვეს ამათმა ცალკე პატრიარქები ყველა იმას და მივიღეთ ახლა პატრიარქი ღმერთივით საქართველოში ესე ამთავრებს ჯონ მაკარტური ამას და დასაბამ ესე თქვათ სიტყვას და ლოცვას გვთავაზობს დიახ, სულ ეს არის დღეს, იმედი არავინ არ პასუხგაუცემელი, იმედია რომ ყველასთვის იყო სასარგებლო და გამოხნევებელი და მე ვფიქრობ რომ ესეთი შეხვედრები ეს არის ერთ-ერთი გზა, სადაც ჩვენ პირადად შეგვიძლია ერთმანეთთან ვისაუბროთ. ეს იყო ძალიან სასარგებლო, სასწავლო და ძალიან აღზრდელობითი. ასევე კიდევ არის ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც ყოველთვის მკიცედ მე ვგრძნობდი. რომ ეს პასუხები, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, ეს არ არის ჩვენი პასუხები, არამედ ეს პასუხები არის ღვთის სიტყვაში მოცემული და თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ამ პასუხებს ღვთის სიტყვა. ჩვენ გვაქვს საფუძველი გჯეროდეს იმისი, რაც გჯერარა და ღვთის სიტყვამ მოგცა ეს გამოცხადება, რომელიც მოიცავს ყველა ამ მნიშვნელოვან კითხვა და პასუხებს. ასე რომ, დიდი მადლობა თქვენს ამ კითხვებისათვის და მადლობა ყველას, ვინც ესწრებოდით. რამდენიმე სიტყვა იმ ადამიანებზე გარეთ რომ აპროტესტებენ. ეს არის პატარა ეკლესია ტოპიკაში, კანზასში, სახელწოდებით Westboro Baptist Church, რომელმაც რამდენიმე წელს წინ გადაწყვიტა, რომ მათი გზავნილი, რომელიც უნდა იქადაგონ, არის სიძულვილი, რომ ღმერთს ყველას ზულს და მათ მოახერხეს ამის გავრცელება ფართოდ. ტრაგიკულ შედეგებამდე მიდიან ამ მოძრაობის მონაწილე ადამიანები და სხვები, ვინც ამითი ძალიან დაბნეულია. და თუ ვინმე ეძებს მიზეს ქრისტიანობის კრიტიკისათვის, ეს იქნება მათთვის საბაბი, რომ გამოიყენონ ესეთი არასწორი სწავლება. როცა დაინახავენ ამას ურწმუნოები გარეთ, გამლელ გამოვლები, ხო, მიხვდებიან, რომ არავის არ მოუდება ქრისტიანობაში ყოფნა, თურმე ღმერთს ყველას ზულს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის სახარების გზავნილი, რომ ბიბლია ამბობს, რომ ცოდვილები, განწირულები არიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქრისტეს არ მიიღებენ. და ქრისტიანობა არის მიტევება, მოწყალება და პატიება. დიახ, ღმერთი ამბობს, რომ მას ზულს ცოდვა და ცოდვილები, რომ ისინი განისჯებიან, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, რომ ყველა სხვა ცოდვაა და ერთი მეორეზე უარესი არ არის. მაგრამ ჩვენი გზავნილი ისაა, რომ ცოდვის რეალობისა და ღვთის სამსჯავროს წინაშე, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, ეკლესიის გზავნილი არის მიტევება და მადლი. მადლის გზავნილი. დიახ, რომელიც ღმერთს უყვარს, ჩვენც გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა. ასე რომ, მამაო, გმადლობთ, რომ ერთად გვაჩუქეთ ეს შესანიშნავი საღამო, რათა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ჩვენს გულებში. გმადლობთ, რომ თქვენი სიტყვა გვაძლევს სინათლეს და სიცოცხლეს. უფალო გამოგვიყვანეთ თქვენი სიტყვის სოდნის გაღრმავებით, რათა პასუხები გავცეთ ყოველ ამ კითხვას, რომელიც ჩვენს გულში წარმოიშობა. დაგვეხმარეთ, როდესაც ვაწყდებით კითხვებს, რომლებზეც შესაძლოა პასუხი არ არის და არ ვიცით. რათა ისევ დაუბრუნდეთ ღვთის სიტყვას, წმინდა წერილის გვერდებზე არსებული რესურსებით, ვიპოვოთ ეს ჭეშმარიტება.
გაგვხადე ამ შენი წიგნის ხალხი ყველა გაგებით, რათა შევძლოთ ჩვენში არსებული იმედის მიზეზის თვინიერებითა და შიშით ახსნა, რათა ვაჩვენოთ ჩვენი რწმენის გონივრულობა, რომის ღვთაებრივ გამოცხადებაზეა დაფუძნებული, რომ ბიბლია ყველა გამოცდას უძლებს. ის მთელი თავის ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა, როგორც ღვთის ცოცხალი და მარადიული სიტყვა. ის საკუთარი თავს თვითონ იცავს, იმიტომ რომ ის ძლიერია და ის ჭეშმარიტია. ის ატარებს იმავე დიდებას, რაც შენ გაქვს და ის ესაუბრება ნებისმიერ სულს, ნებისმიერ ჩვენთაგას, რომელიც ღია მისი ჭეშმარიტების მისაღებად, რომ დაადასტუროს, რომ ეს არის სიტყვა, ცოცხალი ღმერთის ცოცხალი სიტყვა. ლოცულობთ უფალ, რომ გავიზარდოთ ჩვენი სიტყვის ცოდნაში, რათა შევძლოთ ადამიანების მათი დაბნეულობის ლაბირინთებში ყველანაირად გამოყვანა სახარების დიდეული ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია უნდა იყოს ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ეკლესია იყოს ის, რომ აქ იყოს ჭეშმარიტება ყოველთვის. ისწავლებოდეს ყველგან და ყოველთვის, რათა ჩვენ შევძლოთ ვიყოთ ჭეშმარიტების ხალხი და რათა ვაუწყოთ ეს ჭეშმარიტება. გთხოვთ გამოიყენოთ ეს ჩვენი ძვირფასი საკრებულო ამ კვირაშიც კი, როცა ისინი სახლში წავლენ, რათა გამოვაცხადოთ თქვენი ჭეშმარიტება, თქვენი სიტყვა მათთვის, ვისაც ამის მოსმენა სჭირდება და ჩვენ მადლობას გიხდით ამ პრივილეგიისათვის იესო ქრისტეს სახელით და ყველამ თქვას ამინ. ამინ, მადლობა მოსმენისათვის.